დღეს მე შევეცდები დავძლიო 3 ყველაზე გავრცელებული ფობია. სულ იქნება 3 დონე: მწვანე, ყვითელი და წითელი. აქედან მწვანე ყველაზე მარტივია, წითელი კი ყველაზე რთული. და პირველი ჩვენი შიში არის ველოქსტროფობია. ვის არის ველოქსტროფობია? არის ატრაქციონების და ასევე ამერიკული მთების შიში. ანუ ველოქსტროფობებს ეშინიათ კონკრეტულად სიმაღლის, სისწრაფის, უმეტესად ახასიათებთ გულის რევა და კიდევ 1000 რაღაცა, რაც ახლავს ამ ყველაფერს, ხო და? აი ახლა ზემოთ რო არიან ეს ადამიანები, მაგათ ადგილას უნდა ვიყო მეც, ან რომ დაიწყებენ ყვირილს. თან 360 გრადუსი რო არის სპირალი. ამაზე უნდა დავუჯდე ბიჭოს. ანუ ცა რა საკეთებს? 360 გრადუს საკეთებს. უეჭველი გამეპარება რა. სულად გამოვიყურები, ხო? აი ძალიან. ვაფშე ყველა მე მეურებს. მიწყდება უკვე. ვაიმე. ახლა შეიკარე. ბიჭო, არა, რეალურად მე არ მეშინი, ანუ საკაიფოდ ვარ რა. ოდიშა მის არ შემეშინდება ნაღდად ვიცი. არის, არაფერი არ არის. მე თო შებიშველი. აჯენ ელა მივდივარ სხვათა შორის. რაც კაია. მაგრამ ახლა უკვე ვსტრაფდებით. ვაიმე, შენი რა ხელა სიმაღლეა. ვაიმე, ბიჭო, ამ ხელა სიმაღლეზე ვარ. ვაჰა, ბოდიში მისდე. ვაიმე, ბიჭო. ვაიმე, მისდე დამატირე. მისდე თოშკი. ვაიმე, ჩემი კაი. ვაიმე, მე თო შებიშველი. ბიჭო, აი რა, ბიჭო. მე ხარ გამგიშდი. ჩემი კაი, ბიჭო, ვაიმე. ბიჭო, აი რა ყოფილა ძმა. რა მაგარი ბიჭო, ვიყვირის მაგარია. That's crazy, eh? Yeah. არ ვიცი ძმაო, ეს სასწაული იყო. მით უმეტეს განსაკუთრებით სპირალზე, რა, ის სპირალის მომენტი რო იყო. ბიჭო, მაგ დროს ხარ ჰაერში რა. ველოქსტროფობია თუ რაც არის უკვე აღარს მახსოვს. უკვე დაძლეულია და ჩვენ გადავდივართ უკვე მეორე დონეზე. მწვანე დონე ჩვენ მარტივად დავძლიეთ. ახლა კი აქავრობას ვტოვებთ და გადავდივართ შემდეგ ფობიაზე. შემდეგი ჩვენი შიში არის არაქნოფობია. ზოგმა იცით უკვე რა ფობიაც არის, ეს არის ობობების შიში. რა თქმა უნდა, მე უკვე მივხვდით რომ უნდა დავიჭირო ხელში ობობა, მაგრამ თლად ჩვეულებრივ ობობას, ანუ სახლის ობობებს რო ეძახიან, მასეც არა. ბევრად უფრო საინტერესოებს და ბევრად უფრო დიდებს მომიწევს ესე შევეხო, მოვეფერო, მერე შეიძლება ვაკოსო, ანუ უნდა დავამარცხო ეს არაქნოფობია. სანამ მოიყვანენ ჩვენს პატარა ობობებს, რა პატარა საკმაოდ დიდ ტარანტულებზეა საუბარი, ანუ მოიყვანენ ორს. პირველი იქნება ჯუჯა, ბრაზილიური ლურჯი, ანუ ეგრე ქვია. გამოირჩევიან სხვათა შორის სიმშვიდით, რაც ძალიან მიხარია. და რაც ყველაზე ჩემთვის უცნაური არის, უყვართ ჭამა და დანაყნებას ვერ გრძნობენ. ანუ შეიძლება ტიპმა გადამყლაპოს, და ანუ არ ეყოს რა და ოპერატორზე გადავიდეს, აგერ ჩემს მაკაცზე გადავიდეს, აგერ ხალხი გადაყლაპოს და მაინც არ ეყოს, ანუ აზე ხარ, ანუ მეორე სახეობა იქნება Brazilian red and white. არის ეგრე ქვია, ზომაში იზრდებიან 20 სანტიმეტრამდე. 20 სანტიმეტრი, ბიჭო! That's what she said. თან ასევე ამავდროულად ამ სახეობის მდიდრები ცხოვრობენ დაახლოებით 15 წლამდე. ეს ხო ვაფშე პიზდეცია. 15 წლამდე, ბიჭო, ანუ ზოგი ჩემი მაყურებელის კი არ არის 15 წლის. კარშე, გურცფლად გეტყვით რა, სანამ მოიყვანდნენ, მე იმის მუღამზე ვიყავ, მეთქი უეჭველი, მეთქი პრობლემა არ იქნება, მეთქი იზიზე ვიზა, ვაფშე არა ამას. ეს არის შედარებით მშვიდი სხვათა შორის. ეს არის იმენა მშვიდია. მეორე რომელიც არის სხვათა შორის ჰიპერაქტიურია რა, ანუ იმასავით გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვით, ანუ ყველგან წასვლა წამოსვლა უნდა რა და. ხედავთ. ხელები მიკანკალებს ბიჭო. მაგარი სუდად ვარ. კარჩი მე მინდა ახლა რომ დამეხმაროთ რა კამერების იქით ვინც არიან ადამიანები რომ პროსტა ხელზე დამიდოთ რა. თუ არსებობს მაგის შანსი რომ მიკბინოს? ძალიან ცოტა არის მაგის შანსი. 1% იმის რომ მიკბინოს. აი მიდი. დამიდე, დამეხმარე. ანუ როგორ უნდა გააკეთო ეს? ხელში მე ავიყვან ჯერ. ჩემი დედავად. აზე ხარ. შო? ბიჭო მე მეგონა მარტო მიდი. პოზიციონები ხო ვაიმე. კენი რამე. ანუ ესე იდგება? კი, ესე. ესეთი მშვიდია? მშვიდი კი არა მკვდარებით და ბიჭო, ვაფშე არ უნდა სიარული. ანუ თქვენ ზოგადად ხო? ამას ეშინია? ხო, შენი ეშინია, რა თქმა უნდა. ჩემი ეშინია ამას? 50 ჯერ დიდი ხარ აბა. 50 ჯერ დიდი ვარ.
ბიჭო, აკანკალებს. უეჭველი აკანკალებს. გეუნები რაღაცა აი ესე პატარაზე ვიბრირებს რა. ხო და, კარჩე, ძალიან საყვარელია, მაგრამ ჩემთვის საზღარია. ხო და თვალები, ოღ ბუზიშვილი ხო იმე! რავი, გატასავდა. აუ, ბიჭო რა, ანუ ვითომ არა, აი ხა კადრში ხო ვიცი, აი იტყვიან შიშა რა ჩაჯმულა ხოლმე რაღაცას იტყვიან და რეალურად არ არის მასე ბიჭო, ანუ იმასაც ვიტყვი, მაგრამ რა ანუ სახლის ობობები საერთოდ არ მეშინია, ანუ დაჟე რო ხედავ, არ კლავ, არ კიდებ ხელს იყვნენ თავისთვის, მაგრამ ეს ვაფშე სულ სხვა თემა. აი ეს ახლა ობობა რომელიც არის, ეს არის უფრო ისეთია, სკელია. არ რო ავხადო ახლა ამას, არის შანსი რომ ამოძვრეს. ხო და ამას ხელს რო დავიდებ, ეს იმენა დაიწყებს სირბილს, ხო? ნუ, სირბილს რა, ცოტა დასაობას, იმასთან შედარებით. ბიჭო, გული ამიჩქარდა ძალიან. არ მეშინია, ზოგადად ობობების არ მეშინია, მაგრამ ეს ვაფშე სულ სხვა თემა, ეს ხوارი. ბავშვი ტარანტულა. ვაიმე, როგორი აქტიურია ბიჭო, რატოა ეგეთი აქტიური? ანუ აი ესე რო გავაკეთო, უეჭველი გაიქცევა. კი. არ დაგივარდებ. არ დამივარდება ძმა, გადავა. მაქსიმუმ მე დავარდი. არა, არ მეშინია შენ ძმობას მიცავ არ მეშინია. ახი როგორი საყვარელია. აი, მიდი, წადი. აი. მიდი ახლა აქ წადი. მიდი. გადადი, მიდი იტასავ. ვაიმე, როგორი ფეხებია. არ ოჩი. ბოდიში. აქით გადადი. აქით. ბიჭო, всё, არ მეშინია ხახნო. დაუძლიე ძმებო. ძალიან ისეთი ექსპერიენსი იყო რა, რომელსაც რა ვიცი, მეორედ აღარ გამოსვთიდი ნადად. მოკლედ, მეგობრებო, ვისაც გევასებოთ ესეთი ობობები და გინათ სახში ყავდეთ და რა ვიცი, მუდამ ესე ეფერებოდეთ როგორც მე. არსებობს ესეთი მაღაზია გლიმსტორი, პირველ რიგში ვითქვი მას, რომ რეკლამა არ არის, მართლა. ანუ ფული არ აქვს გადახდილი. ხო და არა მართლა გადახდილი, კიდევ გავიმიერებ, არა გადახდილი ფული, მართლა უბრალოდ მოგვიყვანეს ობობები, ესეთი ემოციები მაჩუქეს, გულის შეტევა მივიღე, ხო და თუ გინათ მსგავსი ემოციები, ან თუ შიში გაქვთ გლიმსტორს უნდა მიმართოთ, ან უბრალოდ თუ გიყვართ რა თქმა უნდა ასევე ეს ობობები და გინათ სახში ყავდეთ, ისევ გლიმსტორს უნდა მიმართოთ. შემდეგი ჩვენი ფობია არის აკროფობია. ვინც არის აკროფობია, არის სიმაღლის შიში და არ მოგატყუებთ, ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული, იმიტომ რომ სიმაღლის შიში ნამდვილად მაქვს. მე უნდა გადავხდე ზიპლაინზე, ანუ ზიპლაინით ესე უნდა ჩავიდე. 1200 მეტრი არის, როგორც უკვე გითხარით. რახან ძალიან მეშინია. რა თქმა უნდა, მარტო მე ამის გაკეთება არ მინდოდა. ამიტომ მოვიყვანე ჩემი ერთი ძმაკაცი, რომელიც არ მეცოდება თუ რამე მოხდება. ალექს. გამარჯობა. მე აკროფობის შიში დიდად არ მოქვს, მაგრამ იქ რო დავდგები უკვე მექნება. მე ახლაც მეშინია და იქაც შემეშინდება ძმა, ანუ მე პამპერსი წამოვიღე, იმდენად გართულებულად არის საქმე რა და. თავარი ის მიხარი რომ მარტო არ მიწევს ამის გაკეთება, უნ მართლა. ახლა უნდა დავზვლიოთ აკროფობია მოკლედ. წავედით? წავედით. Let's go. მოდი. ბიჭო. აუ, რა ტიპები არიან, ბიჭო? მოი. ვისაც გაინტერესებთ აქ რა გვინდა. რატო ვარ კუსტობასთან? პირველ რიგში კუსტობაზე ნამყოფი არ ყოფილვარ, ანუ არასდროს არ ყოფილვარ და ახლა პირველად ვარ აქ. დროს წელავ. დრო? დიდად სურვილი არა, ახლავე ჩავხდეთ. ხო ეგრეა? ამას შეგვიძლია. იხვები ბიჭო. ცხოველთან რომ მიდივარ ეგრევე კარში გაქცევაზე არის ჩემს დანახვისას და ვაფშე არაა კაი. ბიჭო, იმიტომ რომ შენ მტაცებელ ცხოველს გავხარ და მტაცებელ ცხოველს გავარ. ხო, მენგო. თუ ეს ვიდეო, კაროჩე 10000-ზე მოვალთ აქ და გავსტრიმევთ და დავლევთ აი შენ სულ დალევაზე რატო ფიქრობ? ამოჭერი. უბრალოდ გადავხედოთ რა, წამო. მე რთო შემიშველი ბიჭო, რა მხელა სიმაღლეა. ვაიმე და ბიჭო. ანუ ამ თოგს ხო ხედავთ, ამაზე უნდა ჩავიდე ქვემოთ. ვაკის პარკისკენ პირდაპირ. კაროჩე, რავი. ნენელა ახლა ვემზადებით მორალურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებით, რომ ჩავიდეთ ქვემოთ რა და სხვათა შორის ახლა გავიგე, რომ რაც უფრო მსუბუქი წონის ხარო რა, მით უფრო ნელა ჩადიხარო და მე კაია. ნელა ჩავალ. უფრო დიდხანს მომიწევს მანტყოფნა. ვა, დედა. ვა. სახიფად ხო არა ის ზოგადად? კი, დაახლოებით დღეში 10 კაცს ხულა. ბიჭო, კი ხუმრობ, მაგრამ მე შემეშინდა. 1 2 3 ვაიმე ჩემი, ვა მის დედავატირე.
მაგრამ ლამაზია, რაზეა ბაზარი, მაგრამ პოუსი შვილი ვიყო. მაგილზე დამოტირე. რა არის ბიჭო ეს? მაგარი საკაიფოა. მაგრამ მაგარია. ბიჭო რა მაგარია. მაგილზე დამოტირე. ვაიმე, რატო ხანაობს? ვაიმე დედა. ვაიმე. შენ. გაგასწარი რა გამასწარი. ძალიან მაგარი იყო. ძალიან, ანუ დარწმუნებული ვარ კამერაში, ვითომც არაფერი რა, მაგრამ რეალურად ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მაგრამ ეს ის შეგრძნება, როცა მოგწონს, გევასება, დაგევასა, სიამოვნებას იღებ. მაგრამ თან ჩაჯმული ხარ. ზუსტად აი ეგ სიამოვნება არის რა. მოკლედ ეს იყო და ეს, აბა რა სიტყვი. მე მაგარი გამისწორდა რა ის. ბიჭო, მე საერთოდ არ შემეშინდა. ვაფშე, ანუ რეაქცია არ მქონდა ბიჭო, იმიტომ რომ მოკლედ, მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ჩვენ შევხვდებით ზუსტად შემდეგ ვიდეოში, არ ვიცი ალექსა შეგხვდება თუ არა, მაგრამ მე შევხვდებით. აბა